მოგესალმებით Coral Club-დან. დღევანდელი ჩვენი ვიდეო ეძღვნება იმას, თუ როგორ გავაფორმოთ შეკვეთა საიტის ან აპლიკაციის მეშვეობით. პირველ რიგში, რა თქმა უნდა გავიაროთ ავტორიზაცია, შევიყვანოთ ჩვენი საკლუბო ნომერი და პაროლი. შემდეგ ვირჩევთ მიწოდების ქვეყანას, სადაც გსურს შეკვეთის გაფორმება. შეგვიძლია ავირჩიოთ აპლიკაციის ენა. და გადავიდეთ კატალოგში კალათის შესავსებად. ავირჩიოთ მაგალითად რამდენიმე პროდუქტი. და გადავიდეთ კალათაში შეკვეთის გასაფორმებლად. აქ კალათაში კიდევ ერთხელ გადავხედოთ შეკვეთას თუ კორექტულია ყველაფერი. შეგვიძლია დავაკორექტიროთ აქვე პროდუქციის რაოდენობა, კალათაში დამატებული პროდუქციის რაოდენობა, ან საერთოდ ამოუშალოთ პროდუქტი. და შეგვიძლია გადავიდეთ თუ ყველაფერი კორექტულად არის, შეგვიძლია გადავიდეთ შეკვეთის გაფორმებაზე. ვავსებთ შეკვეთის ფორმას და პირველი არის მყიდველის მონაცემები, გვარი და სახელი. ჩავწერთ მყიდველის გვარს და სახელს, მივუთითებთ ტელეფონის ნომერს. მივუთითებთ იმეილს ასევე და მიწოდების ქალაქს. შემდეგ უნდა ავირჩიოთ მიწოდების მეთოდი. პირველი არის თვითგაზიდვა, რაც ნიშნავს გაფორმებული შეკვეთის თავად გატანა ოფისიდან და გავიხილოთ ჩვენ ამ შემთხვევაში ან პოსტით მიწოდება, ან კურიერით მიწოდება. გვაქვს ორი მიწოდების მეთოდი, ეს არის საქართველოს პოსტით მიწოდება ან Smart Express-ით მიწოდება. შევიყვანოთ მეთოდის არსების შემდგომ შევიყვანოთ მისამართი. შევიყვანოთ მაგალითად ოფისის მისამართი შევიყვან. იმ შემთხვევაში თუ ამ ველში ვერ ვიპოვით ჩვენ მისამართს, შეგვიძლია შევიყვანოთ ხელით. დავაწყვეთ ხელის შეყვანას და ხედავთ შეგვიძლია აქ მივუთითოთ კიდე დამატებითი ინფორმაცია მისამართის შესახებ. შემდეგ ვირჩევთ გადახდის მეთოდს, გვაქვს ორი მეთოდი, საბანკო გადარიცხვა, რაც ნიშნავს პირდაპირ ჩვენი კომპანიის ანგარიშზე თანხის გადარიცხვას. ამ შემთხვევაში ავირჩიოთ უფრო პოპულარული მეთოდი, საბანკო ბარათით გადახდა. აქ უნდა მოვუნიშნოთ ეს ორი ველი, რაც ნიშნავს შეკვეთის გაფორმების პირობების დათანხმებას. და გადავიდეთ გადახდაზე. აქ კიდევ ერთხელ შეგვიძლია გადავამოწმოთ თუ კორექტულად შევიყვანეთ ყველაფერი, მისამართი და მონაცემები და შეკვეთა, დამატებული პროდუქტები, შეგვიძლია უკვე გადავიდეთ გადახდაზე. ვირჩევთ გადახდის მეთოდს, ანუ ბარათით ავირჩიოთ ამ შემთხვევაში, შეგვიძლია აქვე ხედავთ ინტერნეტ ბანკინგითაც გადავიხადოთ, გამიხილოთ ბარათით გადახდა. აქ შეგვყავს ბარათის მონაცემები და ბარათის მონაცემების შეყვანის შემდგომ შეგვიძლია უკვე დავაჭიროთ გადახდას და თქვენი შეკვეთა
გაფორმებულია. გისურვებთ წარმატებებს.